დღეს გასწავლით სახლის პირობებში როგორ გააკეთოთ ქაფის ვულკანი, ეგრეთ წოდებული სპილოს ხორთუმი. განახებთ რამდენიმე ვარიანტს. პირველ რიგში დაგჭირდებათ შელე, ნებისმიერი, არ აქვს მნიშვნელობა, მე ამჯერად ფეირი მქონდა და ამას გამოვიყენებ და მოვათავსოთ ჭურჭელში. პირველი ვარიანტისთვის გამოვიყენოთ ძმარი და სოდა. იმისათვის, რომ ჩვენი ვულკანი უფრო ფერადი იყოს, დაგჭირდება საკვების აღებავები. ისინი ძალიან პიგმენტურია, ამიტომ ხელთათ მას თუ გამოიყენებთ, კარგ გზიზავთ. საღებავი ჩავყაროთ ძმარში, კარგად გავხსნათ შეფერილობისთვის. მეორე ვარიანტისთვის დაგჭირდება საფუარი, ცხელი წყალი. ასევე დაგჭირდება წყალბადის ზეჟანგი, იგივე წყალბადის პეროქსიდი, რომელიც აფთიაქებში იყიდება 3-5%-იანი. მესამე ვარიანტისთვის გამოვიყენებ ქიმიურ რეაგენტებს, რომელსაც უფრო ძლიერი ეფექტი აქვს. მეორე და მესამე ჭურჭელშიც დავამატებ ფერისთვის საღებავებს. შეფერილი სითხეები გადავიტანოთ ჭურჭელში, რომელშიც ჟელე გვაქვს მოთავსებული. ეს ეტაპი შეგვიძლია პირიქითაც გავაკეთოთ, ჯერ მოვათავსოთ სითხეები და შემდეგ დავამატოთ ჟელე, ასე უფრო კარგი ეფექტი ექნება. ექსპერიმენტის დაწყებამდე საფუარი კარგად გავხსნათ ცხელ წყალში. გააქტიურებული საფუარი ჩავასხათ წყალბადის პეროქსიდიან ხსნარში და რეაქციაც წავიდა. მეორე ჭურჭელში, რომელშიც ძმარი ესხა, ჩავყაროთ სოდა და დაველოდოთ რეაქციას. ბოლო კოლბაში ჩავასხავ ქიმიურ რეაგენტს, როგორც უკვე გითხარით და თვითონ რეაქციასაც ეტყობა, რომ უფრო სწრაფად და უფრო ეფექტურად მიმდინარეობს. იმედია მოგეწონათ ტუტორიალი და აუცილებლად დამიკომენტარეთ თქვენ როგორი ქაფები გამოგივართ.